მოგესალმებით გზიდან. აი ესეთი დასაწყისი გვაქვს ემილი ფემილის ვლოგის. მივდივართ ახალციხეში. სადაც ემილი იღებს მონაწილეობას ნაძვისხის ანთებაში. ახალი წელი გვიახლოვდება, რა თქმა უნდა შევიქმნათ ეს საახალწლო განწყობა. უკან არიან ნაწილი სერიალის მონაწილეები. ზოგს ძინავს. შეგიძლიათ ნიას მოუღუტუნოთ. მე ვერ მომოწრავდი. თუ გადავწუდით. ნია კადრშია. რა? ვიღებეთ. აუ. კარგი ამბები გველოდება, ესე იგი ერთ სერიას იქ გადავიღოთ სრულად. ცოტა სხვა მხრიდან გაგაცნოთ სერიალის მონაწილეებს. სხვათა შორის რატომ არ კითხულობთ სად არიან ბიჭები? გეტყვით. საბარგულში. და გარემ ტრადიციით არ გავწირეთ. ანუ ჩვენს წინ მიდიან. გაგვასწრეს, წარმოიდგინეთ, გაგვასწრეს. ეხა რა გავწირებს? არიღებს. გამიციშა. ძინავს ალბათ და რა შვებით? Hello. Hi! კამერა შევარდი. ის ალექსანდრე თმაგაისწორე გიღებენ ალექსანდრე. რა შვებით? ადამიანი. რა შვები? ჯაში, ჩვენ გვეგონა ჰაერში იყო. წარმოიდგინე ჩვენს გზაში ვართ. იმდენ საუბრობთ ბიჭები, რომ გოგოებმა ვერ გაუძლეს ამ საუბარს და უკვე ჩავალთ რა მალე რა. მალე შევხვდებით კი არა დროებით. ეს ვიდეო ეთმობა სერიალის ბავშვები აღარ არიან მოზარდებს. აქ გვაკლია ნიკოლასი და ბარბარე, მოკითხვა აქედან. მოკითხვა. და ეხლა ჩვენი მიზანი არის სერიალის მონაწილეები დაგანახოთ ცოტა სხვა მხრიდან. მე მგონი თქვენთვისაც საინტერესოა თუ როგორები არიან. იმიტომ თქვენ იცით როგორც სერიალის გმირები ყველას აქვს თავისი როლი, თავისი მიმართულება. რაღაც კითხვებს დავუსმევ და ნახოთ რას გვეტყვიან. ფიცა ვიტყვის სიმართლეს და არაფერ სიმართლის გარდა. ვიცი დადებულია. კარგი, პირველი მაქვს ესეთი კითხვა. კითხვა რა დავალება დავარქვათ. ყველა მონაწილემ უნდა დაახასიათოს ერთი მონაწილე სერიალის. მოდით პირველი დავახასიათოთ ალექსანდრე. არ მომწონს. თავიდან რომ გავისაინე ალექსანდრე, მაგრამ არ მომწონდა, მაგრამ მაგარი მეგობრული ბავშვი იყო რა და მე მინდას მაგრა გვაღიზიანებდა. და შევაპარაკობთ რომ მაგრა გვაღიზიანებდა, მაგრამ მე რაღაცა დავმეგობრდით. სულ უნდა გართობა. სულ უნდა რაღაც ახალის გაკეთება. კაცი სახელად სიმონდა დღის ნახევარს ატარებს სარყეში. არა აქ საიდუმლოები გახსნილია ჩვენთან და კაიძმა კაცია. ჩემს საშანხმას არ ვიმჩნევთ. პირველ რიგში არის დამხიარული, ნიამ ძალიან კარგად აღწერა. ძალიან მარტოა, ძალიან მარტო არა. შეუძლია გაიცნოს ახალი ადამიანი და ძალიან კარგი ადამიანი მარტო. ამას არ დაუჯეროთ არასდროს. არც ერთს არ უნდა დაუჯერო. მე დავახასიათებ ასე. არ არის ჩაკეტილი ბავშვი, გახსნილია, ურთიერთობა კარგი. ბავშვი რატომ მეგობარი, ძმაკაცი. გახსნილია, არ არის ბუტია, ზოგიერთივით. არის ალექსანდრე ბუტია და ძალიან ძოტია. ტყუილია, გატყორთ ტყული. გოგოებს არასდროს არ დავუჯერთ გოგოებს. ესე იგი, ყველას ვეთანხმები. მე დავამატებ, ხო, ექსტროვერტი რომ არის, მხიარულია, ზოგჯერ ზედმეტად მხიარულია და ეგ უკვე ნერვების მოშლაზე გადადის. კიდე თუ გაბრაზდება, შერიგება არ ვიცი, თითქმის შეუძლებელი რაღაცა არის, თუ თვითონ არ მოუნდა, ვერ შერიგდები. ძალიან უყვარს თავისი თმა, სულ ისწორებს, იმ 24 შვიდზე. და ერთი ესე აქ თვა შემოდის. აი მეშვება. ანუ კარგი, ეხლა გვაინტერესებს ლაზარე. არა, მე ვარ. წაგი. ბიჭი ფერარი, აი ფორმულაზე გიждდება რა. ნერვები ადვილად არ ეშლება, ეგ კარგია, იმიტომ რომ წინაზე სულ რაღაც 5 თუ 6-ჯერ გავუპასტეთ. და ივენ არაფერი არ ვთქვია ჩვენთვის იცოდა რომ აზრი არ გქონდა რა. ესე იგი ალექსანდრეს ვეთანხმები. ლაზარე არის ძალიან ჩილ ადამიანი. კიდე აი სერიალში ჩემი აზრით ყველაზე მაგრა ლაზარე თამაშობს, ძალიან ისე არის. არ მორცხობს, ანუ რაღაც ისეთი რო იყოს და კიდე ძალიან მაგარ ხუმრობებს ამბობს, იმენა ლაზარის ხუმრობებზე ყოველთვის ყველა ვიცინი ვარ. ლაზარე გავიცანი თეატრალურზე, ამაზე 1 წლით ადრე. სხვათა შორის ეს უნდა ვთქვა მეც რომ ლაზარე რომ მოხვდა სერიალში ეს არის ნიას დამსახურება, იმიტომ რომ ნიამ გაუწია რეკომენდაცია და ლაზარე ისე მოხვდა ჩვენ სერიალში.
თავიდან ერთად ვითამაშეთ სპექტაკლზე და ზოგადად ძალიან კარგად თამაშობდა და სულ ფიქრობდი რომ მართლა მაგრა თამაშობს თქო, იმიტომ რომ თეატრში მაგრა გამოსდიოდა რაღაცები. ბურატინოს როლში ვიყავი და სამჯერ მომძრა ცხვირი, ახალი, ანუ სამივე ცხვირი ახალი იყო. ბოლოს გავიკეთე, აი ესე მეჭირა, აი ზერზე მეჭირა. ლაზარის რომ მივეცეთ ეს რაღაცა როლი და პირველი ის არის რომ უნდა გამოიჩინოს მოვიდეს რაღაცა რეპლიკა აქვს და მოდის ეს. გამარჯობა. აი იქით უნდა მივგზავნდეთ. აი ეს იყო ის არის. პირდაპირ იყო თეატრალურზე ესეა, ცოტა უნდა ისმოდეს, უნდა გააგონო ყველა ხმა და მაგროლში იყო და მე ნელ-ნელა უკვე გამოვიყვანეთ. ჩემთვის ლაზარი არის უზომოდ პოზიტიური ადამიანი. ყველაზე წყნარი, მშვიდი, გონ ჩვენა ყველაზე წყნარი ლაზარია, მაგრამ ყველაზე ძერს ხუმრობებს იცახის. მართლა ძალიან პოზიტიური ადამიანი ხარ და ლაზერს ყოველთვის ეძინება ხოლმე უყვართ ძილი და ჩვენ ვცდილობთ რომ აი გავაღვიძოდნე რომ იმუშაოთ. ხან ბურთს ვურტყავთ თავში, ხან ბალის, ლიბით არ გამოგიყვანე ერთადერთი და კოტრიალები აქეთ-იქით. თორე ყველაფერი გავუკეთებია რომ ნერვი მოეშალოს, მაგრამ არ ეშლება. ძალიან საინტერესოა ხოთაშორის ძალიან ბევრ რაღაცას ვიგებ მეც. მოდი ახლა შემდეგი დავახასიათოთ. ნია. მე პირველი ვახასიათებ. აი მეორე მე. ნია არის ძალიან მეგობრული, მაგარი ადამიანი, შეიძლება არ არის ძალიან ექსტროვერტი, ანუ ზოგჯერ ანუ არ გადის ხოლმე სადღაც უფრო ნომერში მოსწონს ყოფნა, რითიც გავერთოთ და რაღაცა ზოგჯერ იდეებს გვაძლევს. კიდე გუშინ 116 ფოტო გადავუღე და მხოლოდ ორი მოეწონა აქედან. არიცი ფოტოების გადაღება. ესე იგი მე და ნიამ გავიცანით ძალიან მარტივად ერთმანეთი, პირველად გავიცანით ემლის თავდებს ხას, ხო? არის ძალიან კაი მესაიდულე, არადროს არ ჩამოდის აუსში, არც ერთი. მთელი დღე ვიხვეწებით მე და ბიჭები და არ ჩამოდიან იმენა. ნია არც ხალის რაღაც, მარტო ძილი და ყავა. აი მეტი რა იცის. სადმე გავდივართ ყველა ერთად, აუ არ მინდა მეძინება. სადმე ეხლა წამოსαμε წავიდეთ, აუ ყავა უნდა დავლიო, მოიცა რა. ხო და კიდე დავამატებ რომ დაბადების დღეზე უკვე ვიცი ნიას რა ვაჩუქო, 1-5 ყავა, საწოლის თეთრეული პლედი და პიჟამური. თეატრში რომ ნახე, ძალიან აი ნორმალური ბავშვი მეგონა. რომ ეხა ვიტყვი პირველ მხარეს. პოზიტიურია ყოველ დღე არ ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ხანდახან ნუჟმურია. დღე გამოშვებით, აი ესე კარხასიასე არის ხოლმე. კოფეინით არის სავსე, ადამიანი კოფეინი, როგორ შევაგდე ყავა. ანუ თვითონ არის კოფეინი რა. მაგარ ფილმებს არჩევს ხოლმე, არ ვიცი საიდან მოძებნის ხოლმე, მაგრამ რაღაცა კინოფილმი უნდა გამონახოს. ახლა მეორე მხარე. თუგა ბრაზე, ვაი ტრისას. და საკ ძალიან ბევრი კომპლექსი. ერთადერთი თავის ლოგიზი არ უნდა დაწუნა იყოს აი ეს გატკიცინებული, აი არ უნდა შეეხო, თორე ყველგან სადაც ხდებიან, მე მოდი აი ჩემ ლოგინზე ხახტებიან ფექსაცველებს ადები და მე რო ვეჩხუბე ბალიშებზე და ანა მარია საწოლზე დავჭედი და აი ნია მეჩხუბა, ანა მარია საწოლზე. ძალიან საინტერესოა. ესე იგი, გადავიდეთ ანა მარიაზე. გადავდივართ ანა მარიაზე. ანა მარია გავიცანი ისე რომ ანუ თავიდან ვიდეოები რომ ნახე და თუმცა მეგონა რომ აი ძალიან ისეთი გოგო იქნებოდა რა. აი ვიდეოში ეგრე მეგონა. მე რო ხო არ ვიყავი, ხო ასტერო მეგონე. და ანუ დაბადების დღეზე რომ ნახე რაღაც ძალიან ისე განიგება რაღაც და მეთქი წამო TikTok-ი გადავიღოთ და წამო რა და სულ TikTok-ების გადაღება უნდა და ანუ ესე ოთახში ვარ რაღაც ჩემთვის და აუ წამო ცეკვა გადავიღოთ. ანუ მეთქი არ გამომდის ეს ცეკვა. არა და ანუ თვითონ ხო ცეკვავია და მე უნდა ეს რაღაცა ვიქნია ხო? ძალიან კეთილია. რაღაც ძალიან მეტად კეთილია. კაი, ახლა მე. ესე იგი, პირველად რო შემოვედით ცეკვაზე, დავინახე ანა მარია და კიდე ერთი მეგობარი ყავს ნუცა. ხო და აი ძალიან მინდოდა ამასთან დამეგობრება, მაგრამ აი ძალიან მეგონა რომ სწერვა იყავი. აი მე ეს დადიოდი და რაღაცა მეშინოდა მე მოსვლა მოვიდა და მეთქოდი გადი აქედან ნუ მეკარე. მაგრამ პირველი მე მივედი და მე გავიცანი. ხო, იმიტომ რომ მასწავლებელი ვაქვს, ხო, ეხლა გავიცეო. ესე იგი, როცა გავიცანი და დავმეგობრდი, მეთქი ვაიმე რა, როგორი არასწორი რაღაც ფიქრები და რაღაცა მქონდა. ძალიან კეთილი არის, მაგრამ ანუ ძალიან ადვილად ბრაზდება და მისი ლეგენდარული ფრაზა არის ხმა არ გამცე. TikTok-ების გადაღება მოიცა ყველაზე ბუტია ვინ არის თქვენგან? ანა მარია. რაღაც ჩაისვავს და მიხდება, მეთქი კი გიხდება. აუ არ მიხდება და მაინც გამოიჩეს, არ მიჯერებს. აუ ვერც განახებთ, თავიდან რა ანა მარია რომ მოვიდა. მეგონა რაღაცა ესეთი ანუ ეგეთი ხო ბუტი არის, ესაც ჩვენთან ერთად ჩამოდის აუზი, ყველანაირად ერთობა, მაგრამ ანუ აუზი არის თქვენთვის გადაწყვეტი წერტილი, როგორც ვთქვი.
ის რა ქვია ადამიანია მართლა არ არის ჩაკეტილი ბავშვი რაღაც რო ვიცნობთ ყოველთვის მოდის და რაღაც რა ქვია რაღაც ეგრევე შედის საუბარში აი არ ვიცი როგორ ადამიანი ეხა ამას დავურქოთ ცეკვას სიზმარში მე სიზმრება როგორ იძახის TikTok-ი გადავიღოთ რაღაცა ყურში აი ტვინში რაღაც მოაფიქდება ილუზიებს აი თან TikTok-ის გამოშეული არა აი მაგალითად ვინმე რო იღებს ეს რაღაც ვიდეოს და აი უცბად ხო შეიძლება რომ მომენტალურად გამოგაჩნდეს და შენ იმასთან ერთად გადაიღე ხო ვიდეო ჩემთან არ იღებ და მაგას შეიძლება რომ გაიბუტოს რა პირველად რომ მოვედი მეთქი ხა ეს ესეთი იქნებაო რა აი გონებაში რომ რაღაცა ცუს ვიქრობს და თან ესე რო გიყურეს რაღაცა ანუ რაღაცა ეგრე ვიდეო ანუ საიდან ძალიან აი სხვანაირი წარმოდგენა მქონდა და საერთოდ სხვანაირი ადამიანი არის. მოკლედ ვიტყვი ერთ ისტორიას, ამას შეეცოდა ბიჭები, მაღაზიაში წავიდნენ და რაღაცაო და კარგი გავუღებ კარსო, შემოვიდნენ და ალექსანდრემ გაგვპასტა მე და ნია რა, იმნა წაგვისვა რაღაც მე თმაზე მქონდა იქ ტანცაცმელსა და რაღაცა და ვაიმე წყალი მესხმევა და ეს რაღაცები წყალი მაქვს ახეს და თელსახეზე გადაიშო და ხელზე ფერზე მაიკას და ბილის პასტაზეა საუბარი რომელიც სახეს წავსვი გადატრია და ბალიზე ესვა იმ მაკიაჟიც კი გადმოვიდა დაჟე გამპასტეს ვიღვიძებ და რაღაცა მე სივია და ხედავ ეს დაჩია და ეს რაღაცა ჩალი ეს არის ზუსტად ის ისტორია და ისტორიები რასაც მე აუცილებლად დაждდებით ხოლმე და გაიხსენებთ რაც არ ვიცი ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი მომენტებია ხოლმე ესე რომ გაიზდებით მით უმეტეს გასახსენებელი ბევრი გექნებათ ასე რომ მოდი გადავიდეთ შემდეგი ყავს დაჩი კაი პირველი მევთხოვ ესე იგი დაჩი არის ადამიანი რომლის დახასიათებაც ჩემთვის ყველაზე რთულია ერთ დღეს არის უზომოდ კარგ ხასიათზე მეორე დღეს საშენ ხასიათზე შეიძლება ხმაც არ გაქცეს რასაც ჩამოვედით გონია რომ მაღაზიაში რჩება რაღაც აი მენა ეხა ხო რაღაც დრო და ჩავიდეთ მაღაზიაში და აი 10-15 წუთი მოსულები არ აუ ისე კიდე ხო არ ჩავსულიყო მეთქი რამე დააგჩაშულა იმ მაღაზიაში მე დაბადების დღეს მაღაზია მოჭვით თავიდან ხო ვითომ ჩემი შეყვარებულთ რაღაც იყო რა და ძალიან უხერხულად ვიყავით რა აი ძალიან და თან ძალიან მორცხვი მეგორა ისე მოხდა რომ დავახოვდით რა მაინც და გაიხსნა ჩვენთან თავიდან რომ ვითომ ძალიან ესეთი გვეგონა ჩაკეტილი მე რაღაც ძალიან გაიხსნა მოკლედ დაჩის დახასიათება მართლა ძალიან ძნელია ამიტომ მე პროსტა დავიწყებ იმით რომ სუსუ პირველად რომ მოვიდა მივდიოდით City Mall-ში თუ გალერეაში ტაქსით მეთქი ახლა თავი ცუდად არ გიზნოს მე დანია ხო ერთმანეთს ვიცნობ და ის მარტო არის რა და მე ვიჯექი დაჩის მხარეს და დაჩი ფანჯარასთან იჯდა და მე ვესაუბრები მეთქი რა გვარის ხარ რომელ სკოლაში დადიხარ რაღაც რომელია შენი საყვარელი საგანი და ტიპი პროსტა ზის მაიგნორებს არ პასუხობს რაღაც ვეკითხები 1000 კითხვას უსვარ რაღაც ერთ წამში რა მეთქი რომელი ფერია შენი საყვარელი შავი არ ვიცი აი ძალიან ეგრე იჯდა და მეთქი კაი არა უშავს გავხსნით ხო და მივედით და როგორც კი ალექსანდრე დაინახა ვა ბრატ რაღაცი ეგრე სიტყვაში აი რაღაცა დაზმაკაცებას ვтилოდი და ყველა კითხვაზე ისეთი მოკლე პასუხი ქონდა რაღაცა კი არა მოკლე და სწრაფი ლაპარაკი არ უნდოდა რა ძალიან თავიდან რაღაც ესეთი ხუჭეთმა ქონდა ხო რაღაცნაირი ალმოვანი ესეთ რაღაცები ქონდა შემდეგი იქნება ემილი მოიც სანამ დაიწყებ ცუდი არაფერი არ ვთქვი ყველაფერი კარგი თქვი და თუ რამე ცუდია მოიგანით რამე კარგი ემილი ვთქვა ჩემზე რომ ანუ სულ რო ველაპარაკები და რაღაცა ჩუმად არ უნდა მე მეგონა ეს აუ რა თავში აქ ამას ავანილი რამდენს მელაპარაკება რაღაც ტვინი შემიჭამა რა უნდა და ეგეთი რაღაცები მე კიდევ ვცდილობდი რომ გემეგობრო აი ემილი არის უზომოდ პოზიტიური ადამიანი. მართლა ძალიან მიყვარს. ძალიან კი. მაგრამ ერთ პოზიტიური არის. არა. ემილი თქვა არ მინდაო, მაგით ძალიან კაი მესაიდუმია. მართლა შემიძლია ვინა ყოველ დღე დაურეკო და ყველა საიდუმლო მოუყვა. აბა მოკევი საიდუმლო. ემილი ვიცნობ დაბადებიდან. იცი როგორ რაღაცები მახსოვს? აი რო ვიყავით დანიელას ხელები და რაღაც ერთად რო ვიყავი და მე რო მივდიოდით ხოლმე ემილისთან ვიყავი და რო მივდიოდით ხოლმე მე რავი საათები ვტიროდით ხოლმე და გადაღებაზე რომ მოვედი პირველად 3 წლის წინ რაღაც ძალიან ისე ვიყავით რა მაგრამ აი მან რო დაიწყო რა მაგის მერე ყველაფერი რაც მოხდა ჩვენს ცხოვრებაში ისიც ის იმიტომ რომ მართლა ძალიან კაი მესაიდუმლეა და ხალხი რატოღაც ფიქრობს ახლა ემილის მაყურებლები რომ რაღაც ძალიან ისეთია
აი შევარდნენ და ხო, ვაფშე სხვა გონია და ეგეთი არ არის, ძალიან ჩვეულებრივია და და უბრალოა არ არის ესეთი ვაფშე როგორც მაგრამ თან შეუძლია აი რაღაცები შეიძლება დაიჩემოს მაგალითად რო უნდა გითხოლმე რომ წამ რაღაცა უზე ჩავიდეთ ერთხელ ორი წელს არას მეორე და არას შეიძლება ნებისმიერ დროს მართლა უნდათ აუჩასო მაგრამ არა იმენა დაზეკვირებულად რო აბრალ მანდამეც არა უნდა თქვა და სო რა ერთადერთი გოგოები არიან ერთმანეთზე გადაკიდებული თუ ერთი არ მიდის არც ერთი არ მიდის მახსოვს ერთხელ რომ მიდიოდი და რაღაცა გადავწყვეტეთ რომ დავიმალო და კარადაში ვიმალებოდით კაბების უკან რომ არადაშიც და იქაც აბაზანაშიც ჩავწეკით რონი არ წავს მაგის ფოტოც მაგრამ არ გაჩვენეთ თორ ძალიან უშუალოდ არა თქვენ გონიათ არ ვაჩვენოთ შეგვიძლია ვაჩვენოთ ნუ ანუ ძალიან აი სხვა ჩვეულებრივი ადამიანი მეგონა ოღონდ აი 1000-სანი და აი 1000-სანი და აი რაღაც სწავლაზე დამოკიდებული და აი რაღაცა აი რაღაცა კარგად სწავლობ სხვანაირი მეგონა 1000-სანი არ მეგონა თითქოს აი მეგონა ყველაფერს სწავლობს აი ერთ დღეში 5-8 სავსე და აი ძალიან სხვანაირი დაგმოჩნდა ოროსანი მეგობრებო ახალციხეში წამოიღო ციგნებიც კი აი ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანია მე უფრო კარგად რო გავიცანი აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი ყოფილა თხილამური ზამთარში სხვა ვინმეა დანარჩენი ეს სამი სეზონი ისე რა უბრალო ადამიანი ზამთარში გამოჩნდება ამის ნამდვილი სახე კარგი შემდეგ რუბრიკაზე გადავიდეთ ორი წამი ეხლა ლეონი რო დავახასიათოთ ისე და სამსო ჩვენთან მე რო ლეონის ადგილას ვიყო ალბათ რავი უცებდი ვერ მოვითმედი მართლა ამდენს ძალიან დიდი თავშეკავების სუდარი აქვს და რანაირად ვერ ვიაზრებ ვინმე რამეს რომ ვერ აკეთებს ანუ ითმენ და მეთქი რანაირად ითმენს ამდეს რომ მეთქი რაღაცმერადაც არა თან ანუ მთელი დღე ვიღებთ რაღაცა მთელი დღე ფეხზე დგას მეგობრებო და სულ ეგ ვიღებს ხოლმე ჩვენ კიდე რაღაც რო ვიღლებით პატარა რეპლიკაზე ანუ რავი 2 კილოიანი შეტირავს კამერა და სულ ესე გვიღებს და ანუ რანაირად არ იღლება ხოლმე უბრალოდ ვერ ხვდები თან კარგი ჩავებსაც იძლევა ხო მე როცა ხოლმე ჩემ მამა იღებს ვდგავარ ველოდები ხოლმე რაღაც ის თქმა ვინა არა უნდა გადაიყოს სულ უნდა გავიდე არ უნდა ვიყო ახლოს არავის შემთხვევაში მარტო დედასთან ვიშვებს ვერ ვიქნები ახლოს მაგასთან ვერავის შემთხვევაში სულ ფხიზლად სულ აი ესე აი კონცენტრირებულია გადაღებებზე კამერა უჭირავს და ყოველთვის აი ძალიან დიდი ხანი ესე გვიღებს არც აი რითი გიშლით ნერვებს ეგ მითხარ ნერვებს არ გვიშლით რითი გლით არ გლით ნუ გერიდებათ მედი გაითქვი შვილი იტყვის გადაღების დროს როცა მეუბნებით რომ მეცი აი ნერვები პროსტა ზოგჯერ თან როცა არ მეცინება რომ წესე ვიდგე ან რაღაც რომ ტიროდე აი მეუბნებით რომ არა გეცინება თავიდან ვიღებთ აი ლევონის ყველაზე კარგი არის რომ ანუ შეიძლება სერიაში რა შენი როლი ხასიათი ანუ უნდა გამოგდიოდეს კი ჩვენც არ გამოგდის რაღაცები ვაბრაზებთ ლევონისაც ვაბრაზებთ ხოლმე მაგრამ იტანს მაინც როგორც ნიამ თქვა მეც კამერას გადავამტევი აი ყველას თავზე აი ძალიან დავიღებდი ძალიან ნერვები არ გამიჩერდებოდა ძალიან წნარი ადამიანია და აი რამე რომ იყოს ცუდადან რაღაცა მაინც არ ეტყვის უხეშად რა რბილად ეტყვის რომ არ ეწყინოს მარტო კამერა კი არ უჭერს და მარტო მაგას კი არ იღებს ანუ ემოციებსაც აქცევს ყურადღებას ტექსტზეც ანუ სცენარს რომ იყვება ვინ რა უნდა თქვას რა მოქმედება ანუ ყველაფერს აკონტროლებს და აი ჩემი აზრით ძალიან ძნელია და გვიხსნის ძალიან ხო ანუ რამდენადაც ჩვენ არ უნდა გავიგოთ გვიხსნის ისე რომ უფრო გასაგები იყოს და უფრო მარტივი ერთი უსაუბრობა რა ვცდილობ როლში შეხვიდე რაღაცა ვერ თამაშობ ხო ეს რო გამოვა რაღაცას ისე მაგრა გააკეთებს თითქოს რაღაცა თეატრალური ხო ამ თლიანი თავის ცხოვრება თეატრალურზე მაგრამ ლაზარე რო თქვა გამახსენდა ჩვენ როგორც ვაკეთებთ ხოლმე ხანდახან როცა არ გამოგდის ეგრე ემოციურად თამაში და ლევონიამ კონფორს ვაკეთებს ხანდახან ძალიან მეცნება ჩვენ რო ეგრე ვაკეთებთ ძალიან სასაცილოა ლევონი არის ჩვენზე თქვა ერთი უწით დიდი მეგობარი
ეგრე გამოდის. სერიალის გადაღების დროს ვინმე სამი რო არ გამოუვიდეს ან რაღაცა, კი არ დადებდება რომ აი ხო ნუ არ გამოგდის, ნუ გამოგდის. აი ბოლომდე მიიყვანს, რომც დაიღალოს და რაღაცა ბოლომდე მიიყვანს, რომ აი კარგად გამოვიდეს. ცოტა დავიძაბე სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ მეთქი ახლა რაღაცებს მიპოვია, რასაც მე ვერ ხედავ. მაგრამ არ ვიცი, ისე დამახასიათეს ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია არაფერი არ დამალეს, ყველაფერი ესე გამოიტანეს და მე მართლა ყოველთვის ვცდილობ რომ კარგი სერია დაიდოს, კაი შედეგი დაიდოს და ყოველთვის მგონია რომ გაცილებით მეტი შეუძლიათ ვიდრე აკეთებენ. გაცილებით მეტი ყველას. ეს არ არის მათი მაქსიმუმი, ეს არის მათი ნახევარი. კარგი, მოდი გადავიდეთ შემდეგზე. მე ესეთ კითხვას დავუსვავდი ჩვენს მსახიობებს. ვის რა როლი უფრო გინდათ რომ გქონდეთ ვიდრე გაქვთ? ყველას კაი როლი გვაქვს, მე ჩემი როლი მომწონს და არაფერს არ შევსვლი. ჩემი აზრით, ჩემი როლი ძალიან კარგად შეარჩიეს, იმიტომ რომ აი რაღაც წერვა ამათვაც მეგრე მგონი ვარ წერვა ვიყავი, მაგრამ სერიალში ძალიან კარგი როლი მაქვს ჩემი აზრით. კარგი, შეგაწყვეტინე, ერთ ის გაიხსენე, პირველად რომ გამოჩნდი შენ სერიაში, როლი ქონდა ისეთი რაღაც ის ქონდათ რა, შენ და ემილიას რაღაც დატაკება ქონდათ და მაგ დროს რა ხდებოდა სოციალურ ქსელებში შენზე თუ შეგიძლია გითხრა. მე გამლაწყეს. მე მიწასთან გაგასწორე. დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველა მიწის, მაგრამ არის ზოგჯერ ადამიანს შეიძლება ისეთი როლი ქონდეს, რაც უფრო საინტერესოს ხდის საერთოდ სერიასაც, რომ არადადებითი ასე ვთქვათ. ხო, როგორც შენ ანუ ბლოგერები რო გიყვარს? ხო, ანუ ყველგან და აი კომენტარებში მაგალითად მე ვინმე როს რომ ხო, ალექსანდრე, შენ მართლა გიყვარს ჭამა? ანუ მეთქი, ხო, ანუ მე რა. უყვარს ჭამას ფოტოჟურნალ, მაგრამ მაგდონეზეც არ უყვარს, როგორც სერიაში ჩანს. ასე რომ ყველაფერს ესე ძალიან ისე ნუ მიიღებთ ხოლმე მაქრი ვიძახი, რომ მე კომენტარების სახით მე ვინმე შეურაცხყოფა არ მივაკენოთ. ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ როგორც პირველ სერიაში იყო მიწასთან გამასწორეთ თქვენ, მე და ემილი ისე კარგად ვთამაშეთ და ისე მაგრა გავულანძღეთ ერთმანეთი, ეგ ჩემი ფავორიტი სერიაა მართლა. აი მაგრა ვთამაშეთ. ანუ კარგად გამოგდის რომ განძღავენ რა. ანუ იმე მე რაღაც ისეთი ხასიათები მაქვს როგორც სერიალში. არ ვარ ფუტია, არ ვარ რაღაც ეგეთი იჭვიანი. უფრო ინტროვერტი ვარ. და როგორი გინდა რომ იყოს სერიალში? არა, თითქმის ერთი და იგივეა, მაგრამ რაღაცები ძალიან განსხვავებულია. რაღაცები ანუ რაც ეგ ნორმალურია. მე არ მიყვარს სინამდვილეს, მაგრამ რაღაცები მაინც უფრო ჩვენ თავს ვაჩენთ ხოლმე და აი ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაც ტექსტი თუ წერია ჩვენებურად გადმოვცეთ. სულ მაგას ვცდილობთ. აი რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მე ძალიან მინდა ვცადო აი როლი ისეთი რა წერვა ცუდი ადამიანის. აი თან ახლა სკოლის გადაღება რო დავიწყეთ, აი ფილმებში და რაღაც მომწონს, ანუ როლები, აი როცა აი რაღაც ესე მიდიან და ყველას ეშინია რაღაცა ის სადღაც გარბია. რაღაც ეგეთი როლის ცდა მინდა და ვიცი რომ ეგ არის ანუ ცუდი მხარის შესრულება არის ერთ-ერთი ყველაზე ძნელი ჩემი აზრით, იმიტომ რომ ახლა კეთილი გაიღებენ და რაღაცა თუ კარგად არის თამაში, არავინ დაგიჯერებს, არ გამოხვალ ბოროტი და ძალიან მინდა რომ ვცადო და ძალიან მომწონს ფილმებში ბოროტების როლი, ამიტომ ხო. მე სულ როცა მიიღებენ, აი ძალიან მინდა რომ აი ვითომ ცუდად ვარ, აი არ ვიცი ხომ და მეგობრებთან მიტყვევი, აუ ფეხი მაგიტო გეუბნები ხოლმე მუცელი მტკივა სულ? აი რაღაცა ტექსტს რო ვკითხულობ ხოლმე რო ჩაგდებენ რაღაც სერიალის ის ნაწყვეტები რაღაცა ისე შევუყვები ხოლმე ვახ წავაგეთ რაღაცა მოვიგეთ აი მაგალითად რაღაც კლასების შეჯიბრება და ანუ მოგწონს შენი როლი? ჩემი როლი მომწონს კი და ისე ბაზარს ყველაზე მეტად აქვს თავის როლის სიამოვნება. ხო, მართლა რაღაც ხუმრობებს ამბობს, მართლა. აი სიმენა ძალიან ლაზარია. ეგრეთული შენც? ისე რა. რა მე რა როლის მომწონს, ის როლი ვარ ზუსტად. მოდი ახლა ცოტა გავხალისდეთ და უნდა განასახიეროთ ერთმანეთი როგორც გინდათ, ისე სახალისოდ. ანუ ეს არაფერ შუაშია სერიალთან, ცხოვრებისეულადაც თუ რამე ისეთი ის გაქვს, შეგიძლიათ მაყურებელს გადავცეთ, ვანახოთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ერთ მეგობრები ასე. პირველი დავიწყებ ალექსანდრეთი. რაღაცა იპოვის ესე სარკეს, ხო? სიმა
ხო არის რომ აი დიდი ხანი ვძინავს და რამე და მარტივად ვიძებთ მე და დაჩი რა რაღაცა მოხდება გვიკაკუნებენ ეგრევე გავრივას კარებზე რომ გავავოთ აი ის რომ აი ბომბა რო დაუდო და რო აუფეთქო ცოტა დამენოდეთ რა აუ ბიჭო გადი და ეხა ნია რაღაცა ცუდი დაემართება ხოლმე ეხა რაღაცა ესე და გიოდა მინტო აი ტრანო მიშველე აკეთე ხა ანავარი რაღაცა აწენილი და ხმარ გამცენ ხმარ გამცენ თამპალო ხმარ იცახი კაი ესე იგი სიტუაცია არის ნომერში როცა აუზე არ უნდა ჩასვლა და ალექსანდრე გვაწალებს კაკუგ აუ ეს მიხარა აუ გოგოწავრავში არ მინდა აუ მიდი რო ხო ბიჭო არ მიყვარს ეს აუზი წამოდი ხო იცი რომ გიყვარს უბრალოდ ეხა არა გაკაჩინე აუ ბიჭო არ მიყვარს ეს აუზი რა დამხალე რა წამდით ნომერში იმას ხო დავიღალე ხო არა თქო არა ნია ანდექი ნიამ თქვა შეგული რეალურ ამბავზე ეს არის ანამარი ხო ანამარიას რო გიზევდები რა ეს ნელ-ნელა ვსდები რაღაცა შევეხე ესე და ესე იგი მაგალითად ახლა ვანცახიერებ ანამარიას მაგალითად ვზივარ და არც რა გავაკეთე აუ დავი TikTok-ი გადავიღოთ რა აი პლიზ იცი რა მაგალითად ცეკვა ვიპოვე ეხავე გასწავლე ნახე აი ესე იწყება რა ანუ 1 2 3 მე პამ ანუ ადვილია რა ხო ხვდები ანუ რაღაც ისეთ რაღაცა გავავდის ცეკვა და რა გავაკეთე აუ არა უშავს მოდი გასწავლე არ მინდა არ გავავდის მოდი არა უშავს ძინავს აზერს 24-7 პატარა ლოგინი აქვს ძალიან პატარა აი ამხელა ლოგინი აქვს სულ სადაც არ უნდა ვიყოთ მოუწია ეგრეთ ასე ძინავს მთელი ახლა გძინა ნია მიცის კიდე გუშინ ქვენით როგორც გამოდი აი ეს გვირეკავს ახლა მირეკავს რომ ეს ხო არის და აუ ალექსი ეხა მაგრამ მეძინება რა და უნდა წავიდეთო და გადიშო და 10 წუთში საიდანაც გავუგვეზრო მაგას თიფარ და შევდივარ და ნიას ხედავ ეგრე რაღაცებს ისმოს და ხო ამაზე ვარ და შემოტრიალად მე მიყურებდა რა თან ერთ ადგილას აქვს იმენ რაღაც უჟრავ და იმენა ყველაფერი შიგნით დაგჩაყრილი არ გოჩაყრილი სამასად გავაგებ კიდე რომ გამოვდივართ მაგალითად არ ვიცი კარტი ვითამაშოთ და რაღაცა და ლაზარე არ გამოდის და როცა ვკითხულობ რატო არ გამოვიდა ყოველთვის პასუხი არის ან ძინავს ან უყურებს რაღაც ან თამაშობს ან რაღაცა ფერ არის მე მგონი ძალიან საინტერესო იყო მეც ბევრი რაღაც ახალი გავიგე თქვენთან ერთად ამით გეშვიდობებით ძალიან მაგარი სერიებით ძალიან მაგარი ვიდეო იყო